ჩვენ დავუბრუნდით ერთ-ერთ სტუმრებთან ერთად ბატონი ნიკა მელია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, თამარა მაშუკელი, თბილისის სამქარი, საბუთი მცირა ელისაშვილი, ასევე თბილისის სამქარი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ალბათ დავიწყოთ, როცა ზოგადად თბილისის ქალაქის იერსახეზე საუბრობთ, ყველაზე ახალი, რაც უნდა მოხდეს და განხორციელდეს ჩვენს ქალაქში, ეს არის ახალი პროექტი პანორამა თბილისი. რომელიც თვალში ხვდება, შესაძლოა არ გქონდეს ბევრი ინფორმაცია იმ შესახებ, თუ ჯერ პროექტი კარგად არ იცნობს არა მხოლოდ მოსახლეობა, მე მგონი არც მერიაშია შეტანილი და ჯერჯერობით კულტურის სამინისტროსაც ამასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ თქვენგან დავიწყებ როგორც ხელოვნებაცოდნებისგან, იმიტომ რომ გამოიწვია უკვე 10-თა სხვადასხვაობა ამ პროექტის პრეზენტაციამ. ასეთი მასშტაბური პროექტი თბილისის ასეთ უბანში, რამდენად მისაღებია? ორ ნაწილად გავყოფთი აი თვითონ ამ პროცესს. ჯერ ესეთი ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ გრძელდება ეს ტენდენცია, რომ ჩვენ უცებ ვგებულობთ, რომ რაღაცა პროექტი განხორციელება იწყება, ან ორ კვირაში დაიწყება, ან სამ კვირაში დაიწყება და ამ პროცესში არ არიან ჩართულები, არც ექსპერტები და არც ადამიანები, ვისაც უკვე აღარ ვიცი, რის ფასად უჯდება ამ ძველი თბილისის დაცვა. საერთოდ ასეთი ტიპის მასშტაბური პროექტების განხორციელებისას და ასეთ ადგილას, როდესაც ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც წესი უნდა გამოცხადდეს ხოლმე კონკურსი და ეს კონკურსი უნდა იყოს ღია და მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს რაც შეეხება პროცესს. თავად ამ პროექტს, რომლის შესახებაც ჩვენც ისეთივე ინფორმაცია გვაქვს, როგორც მოსახლეობას ან ტელევიზიებით ნახეთ რენდერები, ანუ არ გვინახია ჯერ პროექტი. ჩემთვის ეს არის შემაშფოთებელი და ისევ გრძელდება იგივე ტენდენცია ძველი თბილისის ხარჯზე რაღაცა ეკონომიური სარგებელის მოძიებისა, თუმცა საბოლოოდ ამ ეკონომიური სარგებელს ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ განადგურებულ თბილისს. ეს არ ღვევს ყველანაირ მეთოდოლოგიას და ყველანაირ მიდგომას ერთადაცვის პრინციპებისა. არა აქვს მნიშვნელობა ვისია მიწა, იქნება ეს ინვესტირების ფონდის, იქნება ბიზნე ივანიშვილის თუ ჩემი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია რომ ეს მიწა არის ისტორიულ განაშენიანებაში და ამ ისტორიულ განაშენიანებას აქვს თავისი დაცვითი პრინციპები. თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ისტორიული ქალაქი, მაშინ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება თავის მეთოდოლოგია უბრალოდ არ შეიძლება, მოდით ესე ვთქვათ. ჯერ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ის არანაირად არ ეწერება ძველ თბილისის გარემოში. მეორე არ შეიძლება მე არ ვიცი ინფრასტრუქტურულად ამდენად გამართლებულია ლესელიძეზე ამხელა კომპლექსის აშენება. მე საერთოდ არ მესმის რა აუცილებელია ძველ თბილისში ავაშენოთ. ეს მე ვხვდები ინვესტიციების ფონდს, რომელსაც 6 მილიარდი აქვს. ნუ თუ იქ შეკრებებმა ეკონომისტებმა სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს ამხელა საქართველოში, სადაც ცარიელი ქალაქებია, თბილისში არის უბნები, რომლებსაც განვითარება სჭირდებათ. აუცილებელია რომ ანუ განვავითაროთ მაინდამაინც ყველაზე განვითარებული და ყველაზე მე ზუსტად ეს შეკითხვა მქონდა, რატო ძველი თბილისი? კიდევ ერთ გავამატებდა პირიქით ჩარევა და შეტანა უნდა რეკონსტრუქცია და შენარჩუნება. ეს გავამატებ და გადავწევ უცხოებსაც აქვს ალბათ სათქმელი. დღეს ძველ თბილისის ყველა მოსახლეობას განსაკუთრებით ჭირდება რესტავრაცია. ისინი ცხოვრობენ ძალიან გაუსაძლის პირობებში და მათ ჩვენ რას ვეუბნებით დღეს, რომ თქვენ იყავით როგორც ხართ, ესე დანგრეული, უბრალოდ ხანდახან ახედავთ და დაინახოთ როგორ დადიან საბაგიროებით ტურისტები. დღეს ეს მოცემულობა, რომ ეს პირველადი აუცილებლობა, რომ ჩვენ რესტავრაციის მაგერად ვაშენებთ სასტუმროს და სასტუმროებს შორის ვჭიმავთ საბაგიროებს, რომელსაც პიკის საათებში როგორც გითხრეს, უნდა ვიაროთ, რატო უნდა ვიაროთ, სად უნდა ვიაროთ. ვინმე მიქნება აგვიხსნას, ანუ რაც გვინდა ეხა ამ ეტაპზე 9 მილიონი დავხარჯოთ საბაგიროების ქსელის გაკეთებაში თბილისის თავზე. 9 მილიარდზე იყო ლაპარაკი, 15 მილიონი. მე მაინტერესებს აი როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ სარგებელზე, ხო? ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ტრევის ფონტანი, რომელიც არის რომში და იცით რომ ეს არის უძველესი თავისთავად საოცრება. მინდა გითხრათ რომ ყოველგვარი რესტავრაციის გარეშე, ყოველთვის მინიმალური ალბათ ჩატარებული, ყოველდღიურად აქვს მას თავისი შემოსავალი და გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია ნებისმიერ იქ რომ საბაგირო იყოს, მე მაგალითად არ მევიდოდი. და ასე მოიქცეოდა ალბათ ძალიან ბევრი ტურისტი. ადამიანებს სწორედ ის აინტერესებთ ძველ და მნიშვნელოვან ქალაქებში, რაც ძველია და მნიშვნელოვანია. და აი ეს სიახლე, მე სიახლის არანაირი მოწინააღმდეგე არა ვარ, უბრალოდ რამდენად
რამდენად არის დათვლილი რა უფრო მეცარგებელს მოიტანს მინიმალური დანახარჯით იმ სიძველის შენარჩუნება თუ მაქსიმალური დანახარჯით ხალხის გაოცება რომ კი ბატონო ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ეს ყველაფერი ჰაერიდან დანახული ჯობს თუ პირდაპირ ადამიანმა საკუთარი თვალით და ესე ცირა აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეს მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით და მე ბატონი დასწრებით გარდა იმისა რაზეც თამარმა ისაუბრა მე შემიძლია ამას კიდე დავამატო ის რომ ეს არის საკმაოდ ოდიოზური და ძალიან საშიში პროექტი რომელიც ცვლის თბილისის ისტორიული ნაწილის ანუ იმას რასაც ჩვენ ძველ თბილისს ვეძახით ფუნქციურ სახეს ფუნქციურ დანიშნულებას იმიტომ რომ ძველი თბილისი არის საცხოვრისი ის არის რაღაცა უბანი სადაც ადამიანები ცხოვრობენ ეს არ არის ბიზნეს და საქმიანი უბანი ჩვენ თუ ამ გზით მივდივართ რომ ზონას უცვლით ასე ვთქვათ და საქმიან ზონად გადაყვავს ძველი თბილისი მაშინ ამას წინ უნდა უძღოდეს ძალიან დიდი დებატები ამ თემაზე რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული იმიტომ რომ საერთაშორისო თვალსაზრისით არსებობს ამის მაგალითები რასაც ჯენტრიფიკაცია ქვია რაც ნიშნავს იმას როდესაც მკვიდრი მოსახლეობა ტოვებს ან ატოვებინებენ ძველ ქალაქს გადის და მოდის ბიზნეს სექტორი ანუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს არის ის რისკი რაზედაც პირველ ნაწილში სალომე მისაუბრა იმიტომ რომ შენობები ქალაქი არ არის მარტო შენობები ეს არის ადამიანები არა ამ შემთხვევაში მკვიდრი მოსახლეობა განიხილება როგორც ავთენტურობის ერთ-ერთი სეგმენტი და ერთ-ერთი ნაწილი გარდა იმისა რომ ჩვენ სრულიად ვცვლით აი ამ ზონას გარდა იმისა რომ არ არსებობს აუცილებლობა და არ არის ეს აუცილებლობა კოლევით დადასტურებული რომ მანდა მაინც სატრანსპორტო გადატვირთვას აი ეს უშველის რასაც ქვია დახრილი ლიფტები და საბაგიროები ზემოთ არა ამ კუთხით თუ მივდივართ რატო არ არის განხილული ალტერნატიული პროექტი ტრამვაის ხაზის ამოქმედების თვალსაზრისით არ შეიძლება ეს გაკეთდეს თბილისში მithumetes ამის ცდელობა იყო და საუბარი იყო ამ თემაზე და კიდევ ერთი მომენტი რაც ერთხმად ყველას მოწონება დაიმსახურა სწორედ რომ ამ პროექტზე ყველა ძალიან მონდომებული ნაწილში არის ეს ტრამვაი ყველგან სადაც ძალიან კარგად ფუნქციონირებს სადაც აცდენა საცობების თვალსაზრისით და ასე შემდეგ მაგრამ არის კიდე ერთი თემა იუნესკოს თემა რომელიც რატომაც ახლა მივიწყებულია ჩვენ ძველი თბილისის ნომინირება გავაკეთეთ 1999-ში და 2001 წელს იუნესკოში რომ შესულიყო ეს ძველი ქალაქი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში მაშინ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება აი პირდაპირ ამ კომიტეტის გადაწყვეტილებაში წერია ესეთი რაღაცა რომ ვაღიარებთ რა უნივერსალურ ღირებულებას ძველი ქალაქისა ამ ეტაპზე უკან ვაბრუნებთ ნომინირებულ ძეგლს მხოლოდ იმიტომ რომ არ არსებობს სათანადო საკანონმდებლო ბაზა და არ არსებობს ძველი ქალაქის მენეჯმენტის გეგმა ჩვენ აი ამ ორი თვალსაზრისით წინ არ წავსაუბრობთ იმიტომ რომ ასევე ძალიან ოდიოზური პროექტია კანონი გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და მენეჯმენტის გეგმა არც ახლა არ არის შექმნილი სამწუხაროდ და ამას ვუმატებთ აი ამ სრულიად ეფემერულ პროექტს ყოველ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია ამის განხორციელება რაც მთლიანად დაასამარებს აი ამ თემას რასაც ქვია იუნესკოში ძველი თბილისის შესვლა მაყურებელია ხაზზე და შემდეგ ბატონი ნიკაც აუცილებლად შეერთება დისკუსიაში. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. აი ჩვენ გვაქვს ისტორიული ქალაქი მცხეთა. გვაქვს ისტორიული უბნები ნარიყალა, ლესელიძე, აბანოთუბანი. აი მაგალითად ესეთი ცენტრალური უბანი როგორიც არის ვერა და არა მარტო ვერა. რატომ უნდა ვცხოვრობდეთ იტალიურ ეზოში? მოვიდეს ინვესტორი ხო? ერთი დიდი მუზეუმი ხო არ უნდა იყოს ეს პატარა ქვეყანა. ამ პრინციპით გამოქვაბულიდან არ უნდა გამოსულიყავით. იყო ისტორიული უბნები, რაც გვაქვს, მაგრამ ვერ არის აგერ დაწმინდა არის ბატონო სლოვაკია, დიდუბეა წავიდეს წინ ცხოვრება არ შეიძლება. წინ წავიდე ცხოვრება ქალბატონო, როდესაც სახლი საფთან დგას, აი ელემენტი დასაგებია. მე მესმის მოაწესრიგეთ, მაგრამ ის რომ მე მაიძულებ იტალიურ ეზოში ვიცხოვრო 21 საუკუნეში არ შეიძლება. ვინ გაიძულებ? ვინ გაიძულებ? ქალბატონო, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი სახლი და სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად, თუ ესე წუხდებით იტალიურ ეზოში ცხოვრებისაგან. ეს ალბათ ეს კონკრეტულად თქვენი არხია. ნიკა, იქნებ თქვენ უპასუხოთ ამ შეკითხვას. ქალბატონი საუბრობდა, რომ ანუ ნორმალური არის. იტალიურ ეზოში ცხოვრობ და რატომ აიძულებს არ უნდა იყოს, რატო არ მოდის ინვესტორი და რატო უნდა დარჩეს ეს ძველი იტალიური ეზო. თავიდან მინდა დავაფიქსირო, რომ ეხლა ძველი თბილისის არეალი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არეალია, რომელსაც და უბანი
რომ დროს გაუძლო რეალურად და მე შორს ვარ ახლა იმაზისგან რომ თქვა ის ყველაფერი რაც გაკეთდა სამშენებლობის განვითარება უშუალოდ უკანასკნელ წლებში ყველაფერი მომწონს. არა, ერთი როგორც უბრალოდ ამჟამად მოქმედი თათმის რაიონის გამგებელი ვამბობ და პლუს ამავე რაიონის მაცხოვრებელი. ნამდვილად ძალიან ბევრ პროექტს უბრალოდ არ ვეთანხმები, რომელიც განხორციელდა. ვინაიდან ჩემს აზრით დაირღვა ის რითმი, ის პეცი, ის ეშხი, რაც ჰქონდა ამ ძველი თბილისის უბნებს. უბრალოდ პრობლემა არის მე მესმის ქალბატონის, რომელიც რაღაც წლების განმავლობაში და ბევრი ასეთი სახლი უმწვავეს მდგომარეობაში არის, რეალურად ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი ჩვენი რაიონი, ვინაიდან კომერციულად იგი მოგებას ვერ ხედავს. ძალიან სადაც ნახა კომერციულად მოგება ინვესტორმა, იქ სამსართულის ნაცვლად ააშენა დაუშვათ გასაგებია ფაქტად მაყურებელს გამომეტეთ რატო ვერ ხედავს მოგებას. იქიდან გამომდინარე რომ ეს ისტორიული თბილისის რეზერვებში გამოდინეთ არის ავარიული მწვავე სახლი, სადაც შეიძლება ოჯახი, ეს ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს და პლუს უნდა სართულიანობა უნდა იყოს მაღალი გაცილებით ვიდრე არის და უშუალოდ საშუალებასაც არ იძლევა ეს არ უნდა იძლეოდეს სადაც მაგას ზუსტად ამის ფორმით და სადაც მიეცა საშუალება ინვესტორს ამ გამოიწვია იმ რიცხვის დარღვევა ეს არის პრობლემა ამიტომ უნდა შეუწყოთ ინვესტორს ხელი ჩემის აზრით საგადასახადო ტვირთისგან უნდა გავათავისუფლოთ ნებისმიერი ინვესტორი რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ასე ვთქვათ იყიდის არჩევს მოკიდებს თუნდაც საშემოსავლო გადასახადებზე გავათავისუფლოთ რაღაცა პერიოდი და კიდე ბონუსად რო რაღაც ტერიტორია მიეცეს ან მოლაპარაკება ყოველთვის შეიძლება დაინტერესებოდეს არ მოვა არც თქვენ არც მე როგორც ბიზნესმენი ძველ თბილისში არ მიყვართ იმიტომ კომერციულად მომგებიანი თქვენთვის ეს არ იქნება თუ მაშინ უნდა იყოს თქვენმოქმედი ან სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და სახელმწიფო რეალურად ვერაცხებს ამ თვირთს რამდენიმე ათეული წელიწადი რომ ყველა ავარიულ სახლს ეშველოს. ბატონიკა, მაგრამ აი შეკითხვა მოხდეთ თუმეტეს ინვესტორებთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც ეს თვითონ სიტყვა უკვე გარკვეულში გრის ადამიანებს იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად შემდეგ დააობთ იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება, იმიტომ რომ ხშირად არის საუბარი, რომ იკარგება ჩვენი ქალაქის სახე და ბევრ გინო აქ ინვესტორი არაფერში არ არის და მე სწორედ ეს მინდა ვიკითხოთ. კანონი, რომელიც არსებობს და კანონის მიხედვით ხა თქვენ აღნიშნეთ რომ იქ სადაც მისცეს საშუალება კანონმა, იმიტომ რომ თუნდაც ისტორიულ უბნებში სადაც ნორმით არის განსაზღვრული რამდენ სართულიანი შენობითი აშენება შეიძლება ფულის გადახდის შემთხვევაში ყიდულობ ნებისმიერ უფლებას. არ არის ეს ის რომელიც მე მომწონს ეს მოქმილობა კანონმა შეიძინა საკანონმდებლო დონეზე ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა და შედეგად მივიღეთ ის შენობები რომელიც არ უნდა მივიღოთ ძველი თბილისის ზონაში და არეალში სამწუხაროა მაგრამ ნუ რაც ასე ვთქვათ გაფუჭდა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა კიდე დამატებით რამე გავაფუჭოთ ჩვენ რაიონში არ შეიძლება იმ პროექტს რომელსაც ეწოდება პანორამა თბილისი აბსოლუტურად მართლაც გაუგებარია ჯერ ერთის რომ ეს არ არის ის თქვენთვისაც გაუგებარია ბატონო ნიკა და სად დაიბადა რა წიაღში დაიბადა ეს პროექტი უბრალოდ მართლა მე დაახლოებით ვიცი სად დაიბადა ეს იქნებ თქვა სად დაიბადა ეს არა იქნებ მართლა გითხრათ სოლოგის ხეივანზე დაიბადა ეს იდეა გულწრფელად გეუბნებით ეს არ არის არანაირად სოციალური პროექტი ეს არის წმინდა წყლის კომერციული პროექტი, ყოველთვის თავიდანვე დღეს ეს ქალაქს არ ჭირდება. ნამდვილად არ არის ეს ის პროექტი, რომელიც ქალაქს ჭირდება. ეხლა 500 მილიონი ლარის ინვესტირება იქ, სადაც რეალურად ამის საჭიროება არ არის. აი ხა მოვდივართ თქვენ სტუდიაში შემოვლითი რკინიგზის ადგილიდან, სადაც 350 მილიონი ლარი დაიხარჯა და სულ ცოტაც და რეალურად იქ უკვე სარკინიგზო ეშელონები იuliდნენ და გამოთავისუფლდებოდა ძალიან დიდი ტერიტორია, დაახლოებით 100 ჰექტარამდე და ერთადერთი სამუდამოდ ეშელონებოდა იმ სარკინიგზო ზოლის გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას და იმ ხარეს სჭირდებოდა განვითარება. რეალურად ეხლა ჩვენ ვიღებთ რას? ძველ თბილისში ისეთ პროექტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ვერ განხორციელდება, ვინაიდან ეს ის საკითხია, რომელიც გარშემო ძალიან ბევრი გაერთიანდება ნამდვილად. უბრალოდ ერთ ადამიანს სამწუხაროდ ნიშნის არ მინდა უბრალოდ ახლა პოლიტიკური განცხადება გამომივიდეს. ერთ ადამიანმა გადაწყვიტა ისე, როგორც დაუშვათ ბევრს წინა წლებში არ მოსწონდა, მაგრამ მივიღეთ რა, რომ ერთში ხორციელდება ის, რაც იყო წინა წლებში, რომ რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტა და დამოუკიდებლად განახორციელოს კომერციული პროექტი. რეალურად აკეთებს თავისი უძრავი ქონების განვითარებას, დეველოპმენტს. ეხლა მე გეტყვით რას აკეთებს. სოლოგის ხეივანში ქვევით არის უამრავი მიწა, რომლის ასე ვთქვათ მეპატრონის ნაწილის არის თავად
ადამიანი რომელიც ფიქრობს იქ უნდა აშენდეს უამრავი სასტუმრო, კაფე, რესტორნები, იქ მანქანით რეალურად ვერ მიხვალთ. ამიტომ გადაწყდა პროექტის თანახმად, რომელიც ჯერ არ ვინახავს, მაგრამ ვჟელობთ იქიდან, გამომდინარე რაც მოვისმინეთ, 4 კომპლექსი, მათ შორის ასე ვთქვათ, ელექტრის მოედანზე, როდესაც ტურისტი მივა, მანქანას გააჩერებს და საბაგირო, ასე ვთქვათ, საბაგიროთი ავა სლოვაკიის ხეიმაში, ხო? გარდა ამისა, მე ხარ არ მინდა თქვა ზუსტად, მაგრამ 99% ინფორმაცია მაქვს, რომ ერთ-ერთი კომპლექსი რაც უნდა აშენდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაცვლად, რომელიც დაწყვეტა დაიდო ან უკვე მოეწერა, ხელი არ ვიცით, ზუსტად ამ დღეებში გამოჩნდება, იგი ექვემდებარება დემონტაჟს, ანუ აღდგენას აღარ ექვემდებარება, მის ნაცვლად აპირებენ რეალურად გაკეთებას ერთ-ერთი კომპლექსი. ეს დასკვნა რა პერიოდში დაიდო? ბატონო, რამდენიმე დღეში პროექტი შემოვა დედაქალაქის მერიაში და ტყუილი ვარ გამოვიდეს, მაგრამ თუმცა ვამბობ 99% დაწუნებული ვარ და არ მინდა რეალურად ამშვევია რომ რომ მე ვწდები რომ ადგილზე ლაპარაკი ხა თუ ფოტოების რეალობის მიხედვით მაგრამ აი ეს არის კომერციული პროექტი. აი თასმენდის საბაგირო გზა, ხო? თასმენდის საბაგირო 2 ლარიგის გადაადგილება. ეს არის სატრანსპორტო ერთიანი სისტემის ელემენტი, ხო? მაგრამ როდესაც დღეს ბებია ბავშვის აყვანავდა თათრინის პარკში ავტობუსითაც აყავს, იმიტომ 50 თეთრი ის. 2 ლარს ახლა რეალურად ვერ იხდის. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ქალაქი მართლა ვაქციოთ უფრო ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებული და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი ნაბიჯი გადასადგმელი, განსაკუთრებით ძველ თბილისში, ხო? მე ვფიქრობ ამ ეტაპზე არის სრულიად მაყურებელი ყავს ერთი რამ მაინტერესებს უბრალოდ შემდეგ მაყურების შემდეგ უპასუხოთ ამ შეკითხვას თქვენ თვით რა დაიდო დასკვნა რომ ის აღარ ექვემდებარება აღდგენას და არაერთი ვთქვათ ესე ძეგლს მოეხსნა სტატუსი წინაწლებშიც და ეს რაღაცა გარკვეულწილად გრძელდება ხო აი ეს ამ თემაზეც მინდა უცებად ვისაუბროთ თქო მოусმენთ მაყურებელს მოგესალმებით გისმენთ გამარჯობათ მე ვცხოვრობ აღმაშენებლის გამზირზე და ჩემი სახლი პირდაპირ გამზირს გადაყურებს და მოგეხსენებათ ეს ფუთუქურთმებით არის გაკეთებული გამოგვტოვეს შუაში ანუ გაკეთდა ვორონცოვის მოედანი და იქით პლეხანოვი ნუ ძველი და შუაში ვართ გამოტოვებული რამოდენიმე სახლი. ვიცი ქალბატონო ზუსტად საცხოვრობ. არ ჩანს ეგრე იმიტომ ჩანს ეს შეუიარაღებელი თვალითაც. თქვენ მაინტერესებს რატომ გამოგტოვეს? არა, რატომ გამოგტოვეს ამის პრობლემა კი არა, უბრალოდ ინგრევა ეს ჩუქურთმები, აი ზამთარში როცა სულდება ის და ელემენტარულად აი გამლეს შეიძლება თავში დაეცეს და მოკლას. სამწუხაროდ ასეთი სიტუაცია არავინ არ არის გამკითხავი, არავინ არ არის და ეს მეორე პრობლემა მაქვს კიდე, აი ქვემოთ მე არა ვარ ახლა შეპყრობილი იმ იდეით რომ ქართველების უნდა იყოს მარტო და რაღაცა, მაგრამ აი მოვიდა ინვესტორი ხო და ქვემოთ და გამიხსნა რესტორანი. იმდენად ძველია ეს ჩვენი სახლი რომ აი სამზარეულოს სუნი პირდაპირ სახლში ამომდის და ჩემ შვილებს ვზინავთ აი ამ სუნში ხო ნუ ხო არ შეიძლება რაღაცა ხო უნდა იყოს რაღაც ზომები ხო უნდა მიიღოს თქვენ შეგიძლიათ ზომები მიიღოთ და უჩივლოთ პირდაპირ ინვესტორს პრობლემაა რომ უნდა დავწერო განცხადება და მივიტანო სასამართლოში და ხომ უნდა იყოს ზედამხედველობის სამსახური მოუხსნეს ეს უფლება ზედამხედველობის სამსახურს რომ აი ყველას აქვს თავის ნებაზე რაც უნდა ის გააკეთოს აი მაგის უფლება აქვს ანუ ხო შეიძლება ესე არა ესეთი პრობლემა დიდი მადლობა და წლებია უკვე არის და მოგეხსენებათ ასეთ ძველ სახლებში არის ხის გადახურვა ხე ფაქტიურად ხეზე დგას სახლები და ცხადია რომ ყველაფერი ხმაური სუნი მათ შორის ადვილად აღწევს ზედა სართულებზე ხო ეს უფრო სხვა ტიპის პრობლემაა ხო თქვენ შეკითხვას უპასუხებდი რომ ჩვენ ეხლა ვახორციელებთ ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ამ გადამოწმებას ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის შედეგებისა და მინდა გითხრათ რომ ამ 9 წლის განმავლობაში სულ 2 თუ 3 ძეგლს მოეხსნა სტატუსი მაგრამ რეალურად 50 ძეგლი განადგურდა ეს შენობები დაინგრა ახალი აშენდა მათ ადგილას სიაში ისინი ირიცხებიან როგორც მე-19 საუკუნის შენობები მაგრამ რეალობაში 21 საუკუნის შენობები არიან ანუ წინა ხელისუფლება თავს არ იპკიებდა ძეგლის სტატუსის მოხსნით
ეხლა რაც შეეხება ამ დასკვნებს, რომელსაც ჩვენ გვინახია უკვე არ ვიცი რამდენი გვაქვს ასეთი დასკვნა, რომ შენობა არ გადარჩება. ეს არის სახელდახელოდ შექმნილი დასკვნები, მოდით ნახოთ, დაველოდოთ პროექტი, ანუ ეს რენდერებზე ჩანს, რომ არის ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ქარვასლადა ფაბრიკა ყოფილი. და ნუ ეს ძალიან სამწუხაროა. ეხლა რაც შეეხება ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და ჩვენ ოდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ნუ დიდი იმედები არ ქონდა, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც ქონდა, რომ შეიცვლებოდა და პირველივე თვეებში შევეცადეთ და ჩამოვიყვანეთ ჰოლანდიელი ექსპერტები, რომლებმაც დადეს დაასკვნა თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური მომგებიანობა, გაიზარდოს და ფინანსური შეღავათებზე იყო ზუსტად საუბარი. ეს ამ ადამიანმა 4 თვე იმუშავეს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა ეს ადამიანები, ეკონომიკის სამინისტროში მე პრეზენტაცია ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ამან არ გამოიღო და წყალს რო გადაგასხამე ზუსტად ისე იყო, როდესაც გამოჩნდა ეს პროექტი. იმედი იმიტომ მქონდა, რომ გასაოცარი იყო, სანამ ეს ხელისუფლებაში მოვიდოდა ეს ადამიანები, აპელირებდნენ და აქცენტირებდნენ ერთ ფაქტზე, რომ მათ აუცილებლად უნდა გადაეტანათ შუშის ხიდი, შანგრილა და ეს საკონცერტო დარბაზი, რადგან ეს კომპლექსი არ ღვევდა ისტორიული განაშენიანების იერსახეს. მე აი სადღაც თქვი უკვე და არ შემიძლია რომ არ გავიმეორო. ის კომპლექსია ეს ხიდის და მთელი მისი მიმდებარე ტერიტორიის. იმიტომ არ არის ცუდი რომ ეს სააკაშვილის დროს არის გაკეთებული. ეს იმიტომ არის ცუდი რომ ის არის არღოს ისტორიულ განაშენიანებას. ეხლა ვაკეთებ ზუსტად იგივეს. წინ ლაპარაკობდა ზონირებაზე და ზონების შეცვლაზე. ლაპარაკობ 500 ავტომანქანის სადგომი ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე ერეკლეს მოედანზე. გაუმჯობესებს თუ არ გაუმჯობესებს იქაურ მდგომარეობას. ეს 500 მანქანა კი გაჩერდება, მაგრამ ეს 500 მანქანა ხო უნდა ამოვიდეს და ლესელიძეზე ხო უნდა გაიაროს. რამდენად ლესელიძე ურბანულად გამტარიანია ტრანსპორტო ქსელით. მე არ ვიცი, უკვე კატასტროფა. არა, ეს არის საინტერესო, რა კვლევებზე დაყრდნობა. აი ამას ზუსტად აქამდე მივიდეთ. ეს მდგომარეობა გაგრძელდება მანამდე, სანამ ქალაქს არ ექნება ჩარჩო გეწოდებული განაშენიანების რეგულირების გეგმა გრძელვადიანი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, სად რას ვაშენებთ, სად ვაკეთებთ საცხოვრისის ზონა, სად ვაკეთებთ ეკონომიკა, შეიძლება შეიცვალოს რაღაცები, შეიძლება რაღაცა ჩვენ ისტორიული ქალაქის დამცველებმა დავთმოთ, მაგალითად იგივე ფიქრის გორა, რომელიც საერთოდ აღარაფერიც აღარ დარჩა ფიქრის გორაზე, მაგრამ დაპატარავდეს შესაძლებელია ეს ზონა, მაგრამ ოდესაც დაპატარავდება და განისაზღვრება, შემდეგ ეს ჩაჯდეს იმ ჩარჩოში დაექვემდებაროს კანონს, დაექვემდებაროს იმ კონვენციებს, რომელსაც მიერთებული ვარ და რატო ვარ მიერთებული, არავინ არ ვიცით და ბევრი ადამიანი რეკავს და თავის საცხოვრისის პირობების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს. ეს პროექტი მინდა კარგად გაიაზრონ, მათ ხოდაღოდ დაუმძიმებთ ვითარებას, იმიტომ რომ მათ უბრალოდ სუნთქვის საშუალებაც კი არის. ეს პროექტი არ გულისხმობს რესტავრაციას. ეს არის 3 სასტუმროს მშენებლობა და ამ სასტუმროს შორის ცაზე გადაჭიმული ინფრასტრუქტურა. ეს ანუ ადამიანებმა კარგად უნდა გაიგონ, რომ ეს რესტავრაცია არ არის. და მინდა კიდევ თქვა, არ შეიძლება წინა ხელისუფლების დროსაც არ შეიძლება, არც ამ ხელისუფლების დროს არ შეიძლება, არც ერთი ხელისუფლების არ შეიძლება ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ხელყოფა. ახლა ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. კულტურული მემკვიდრეობა არის ისტორია, ფესვები, რაზეც დგავართ. ამას რომ გავანადგურებთ, ამის მე აღარაფერი აღარ იქნება. ჩვენ ვეღარასოდეს ვეღარ დავიბრუნებთ ისტორიულ თბილისს. მე უბრალოდ ვერ დავიბრუნებ და მე როდესაც ამას გავიაზრებ, ისე როგორც დაემართა ბევრ ქვეყანას. ეს გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. მე დაიწყეს წუხილი, რომ რა გავაკეთებ. მე ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ. უბრალოდ ჩვენ კარგავთ ისტორიულ ზონას, ისტორიულ თბილისს კარგავთ ძალიან საეჭვო ეკონომიური პროექტის გამო, რომლის მომგებიანობა მე არ ვიცი კომერციული მომგებიანობა კომერციული არის საპარტნიორო პირდაპირ გეტყვით რა ანუ ერთი ადამიანის ინვესტიცია რომელიც ხორციელდება საპარტნიორო ფონდის გავლით ანუ ჩვენ არ ვიღებს კაპიტალია პირდაპირ გეტყვით რა რომელიც ამ თანხას ხარჯავს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით ანუ აქ ერთი მომენტია ჩვენ შეიძლება გვიღირდეს ამ პროექტის გაკეთება თუ არ დაზარალდება ქვეყანა ან მოგვიტანს ძალიან დიდ მოგებას ეს ანუ ცოტა ვერ გავიგე რო არ მოგატყოთ რა ეს არის უშნო
თუ ეს არის დამაზარალებელი ეს არის უშნო დამაზარალებელი ორივე ერთად არა მომგებიანი მე მგონია არანაირად კომერციულად მომგებიანი ხება ერთი ადამიანის რატომ ეხლა რა რამდენი სამუშაო ადგილი შეიძლება ბევრი საბურავად მოდით აი ამ ერთი ადამიანზეც არ არის საუბარი ეს პროექტი შეიძლება განხორციელდეს შეიძლება თბილისში მოიძებნოს ადგილი რომლის განვითარება აუცილებელია შეიძლება გამოვყოთ ეს ადგილები და ვთქვათ რომ აი ესე გააკეთა საფრანგეთმა და შექმნა დეფანსი გავაკეთოთ ადგილი და გავაშენოთ 21 საუკუნის თავის ინფრასტრუქტურას. ეს უნდა უთხრათ ხელისუფლებას. ეს უნდა უთხრათ ხელისუფლებას. ეს არის ამას შესაძლებელი, რადგან არავინ ეძახის სპეციალისტს, რომელსაც აზრი უნდა გითხო. ამაში პრობლემა სოციალური პროექტია იყო. საზოგადოების აქტივობა. რეალური პრობლემა სოციალური პროექტი არის კონცეფცია მერიაში, ჩემისაზე ძალიან საჭირო ქალაქში, მაგალითად დიდუბეს მეთოდა ვაში ჯორში საბაგიო, რომელიც მოსახლეობა ჭირდება რეალურად ან საბურთალოდან წნეჩი. იქ შეიძლება, მაგრამ იქ არ დებს ადამიანებს, იმიტომ რომ კომერციულად მომგებიანს თulis არ იქნება ეს პროექტი. ამიტომ ის იქნებოდა სოციალური პროექტი, ეს არის კომერციული პროექტი. მართლა დაიგროვა რეალურად ეხა თავისუფლების მოედანი, ლესელიძის ქუჩა, ან ერეკლეს მოედანი საერთოდ სხვა მოცემულობას მივიღეთ. და წარმოიდგინეთ, აი რაღაცა საოცარი განსხვავება აღარ გვექნება განსხვავება მან ზუსტად იმ პრობლემაზე მივდივართ მე მაინც ვფიქრობ როდესაც არ არის გააზრებული რომ ეს შეიძლება არ იყოს ამდენად მომგებიანი რამდენადაც ხელისუფლების შეცდომები ინა ხელისუფლების ჩემის აზრით ეხა ბევრი წარმატებების ყვალ იყო ბევრი ასევე შეცდომა მაგრამ მე ვფიქრობ და სულ უნდა მომობ ამას როდენდეს შეიძლება იყოს ახალი ხელისუფლების ერთადერთი გარანტია წინა ხელისუფლების შეცდომები მაგრამ აი არ შემიძლია შეგეკითხოთ რადგან თქვენ თვითონ საუბრობთ წინა ხელისუფლების შეცდომებზე როგორც ისტორიული უბნის გამგებელი თქვენ როდესაც არ მოგწონათ კონკრეტული რაღაცა პროექტი აი რა თუ გიცდიათ ან რაღაც ნაბიჯი თუ გადაგიდგიათ ამს ან გიცდიათ დარწმუნება მე ბატონიკა ახლა ვერ გიპასუხოთ მე გიპასუხებ მაგაზე სწორედ იმაში იყო პრობლემა რომ მაშინაც ერთი ადამიანის ინტერესით და ვთქვათ პირდაპირ მოთხოვნით კეთდებოდა და ჩანს ეხლა კომუნიკაცია ანუ უნდა ყოფილიყო ჩართულობა ნამდვილად რას ვიღებ მაშინ ერთ-ერთი იმ შეცდომებს ვიმეორებ ხო ეს არის პრობლემა და აქ საგანგაშო არის ის ჩემს აზრით რომ გაცილებით ძიმე სიტუაცია რეალურად კერძო მესაკუთრე აკეთებს თავისი ქონების განვითარებას უძრავის ანუ წარმოიდგინეთ ეს აქვს მიწა არაფერი ხო და იქ უნდა ააშენოს ბევრი სასტუმრო ბევრი რესტორანი ამისათვის ჭირდება ეს საბაგირო მაგრამ იქ ადამიანები ცხოვრობენ ასე არ არის ბევრი საერთოდ ნახოთ ეს პროექტი ნანახი გვაქვს მე რა შესულა მაყურებელი დიდი ხანია გველოდება და გამაგზავნა საუბარი მოგესალმებით გისმენთ გამარჯობა გირეკავთ სოლოლაკიდან ლეონიდის ქუჩიდან ჩვენი სახლი საშინელ ავარიულ მდგომარეობაშია დანგრევის პირას არის მისული აღდგენას კი აღდგენა, მაგრამ დემონტაჟს უფრო კომპეტენტური კომისიის გასწრებით ჩვენი სახლის აღდგენას არ ექვემდებარება, დემონტაჟი არის ამ სახლის აუცილებელი, ეს დაწნაში წერია. რატომ არ შეიძლება, ახლა უსმენდით, თქვენ გისმენდით და რატომ არ შეიძლება რომ თქვათ გამოიძებნოს ინვესტორი, რომელიც კომერციულად მომგებიანია, რატომაც არა როცა პუშკინისა და ლესელიძის კუთხეში ამხელა 7 სართული, 3 სართულიანია საერთოდ საუბარში იყო 3 სართულიანი და არის 3 სართულიანი შენობები, ხო? პუშკინისა და ლესელიძის კუთხეში 3 სართულიანი შენობა იყო და 7 სართულიანია მოგეხსენება 7 სართულიანი ააშენეს, ხო? და მშვენივრად ჩაჯდა იმ რა ქვია გინდა წინ ამ შენობის წინ ქორთიად მარიოდი უშველებელი სამსართულიანი იყო მანდაც შენობა და უშველებელი ქორთიად მარიოდია მაგრამ ხომ მოიძებნა ინვესტორი ხომ რაღაცა და ხომ შეიძლება რომ ჩვენი სახლით მოხდეს ასე რომ მოიძებნოს ინვესტორი მომგებიანი იყოს იმათვისაც ააშენონ ამხელა თუნდაც ამხელა რაც ააშენეს ლესელიძეზე და აგერ რაც გითხარით. მე თქვენ ადგილას შეიძლება და მოიძებნოს ინვესტორი რომ აშენდეს თქვათ 6 სართულიანი, 7 სართულიანი თვითონაც კომერციულად მომგებიანი იყოს ინვესტორიც და ჩვენც დაგვაკმაყოფილონ რომ არ გასაგებია ეს რაღაცას გეტყვით, რაც თამარმა თქვა მე აუცილებლად უნდა გავიმეორო და მე არ ვიცი რამდენად დავინდასტურებ ბატონიკა ამას ყველაფერს ასაც თქვენ ამბობთ და ასეთი ზარი შეიძლება იყოს 1000-ობით. ერთი რამ სჭირდება, ქალაქ დაგეგმარება, რომელიც მე თუ არ ვწდები
85 წლის მერე საერთოდ აღარ გაკეთებულა. ეს იყო ბოლო, რაც გაკეთდა. ამას ჭირდება ქალაქ დაგეგმარება, ამას ჭირდება ფიქრი ქალაქზე, ქვეყანაზე და ამას ჭირდება როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე კულტუროლოგიური კუთხით კარგად მოფიქრება, რა გვინდა ამ ქალაქისგან. ჩვენ გვინდა ეს იყოს მაღალსართულიანი, რაღაცა 21 საუკუნის ლიფტებით, რა ტერასებით, რა არ ვიცი. აი ეს არის პრობლემა, არის სტრატეგიაში და კონცეფციაშია. სამწუხაროდ, აი როგორც ჩვენ პირველ ნაწილში გაიცემს ვისაუბრეთ ამაზე, ხო? ხო, უბრალოდ ჩემს აზრს გეტყვით და გარკვეულწილად კითხვაც იქნება ჩვენ სტუმრებთან. სამწუხაროდ ისე როგორც ნაგვის დაყრა არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დასუფთავება არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ მერიის ერთი სამსახურის ფუნქცია არ მე ჩვენც ვიღებთ ამაში მონაწილეობას ნაკლებად დავყრით ნაკლები პრობლემები იქნება. ახლა ჩვენც კარგად ვიცით რომ ძველუბნებში ერთი პერიოდი როდესაც უკონტროლო მშენებლობის პერიოდი იყო და ჩვენ გვახსოვთ ეს შევარდნაძის წლების ეს ეგრეთ წოდებული ეკონომიკური აყვავებისა და დიდი მშენებლობის ბუმის ხანა, რომელსაც ჩვენ ცხოვრობს ფოთაშორის ვერა. იქ ის აღარ არსებობს უბნის ერთი ნაწილი მთლიანად, ხო? და ახლა არ უნდა დაგვავიწყდეს ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. რეალურად ამ ადამიანები თვითონვე იღებდნენ საკუთარი სახლის დანგრევაში ხშირად მონაწილეობას იმ იმედით, რომ მალე რაც უფრო ავარიულ მდგომარეობაში იქნებოდა სახლი, გამოჩნდებოდა ვიღაც ინვესტორი, რომელიც მართლა წამოჭიმავდა იქ სასართულიან კორპუსს და ყველა ძალიან ბედნიერი იყო ამ შემთხვევაში ის ადამიანიც, რომელსაც როგორც ჩანს არა აქვს პრობლემა, არ აინტერესებს სად იცხოვრებს ამ შემთხვევაში ისტორიულ სახლში. მას უნდა ახალ სახლში ცხოვრება. როდესაც სახლი გენერელი თავზე და ყავს შვილები, მართლა არ გაინტერესებს. წლები როცა გადარჩენა. ჩვენ შეიძლება ვთხოვთ ზედმეტ პატრიოტიზმს ამ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ძირ გამოვყავ სახლში, რომელიც არავის როდის დაინგრა. გარედან გარემონტებულ და სარდაფებში სახლებში, რომელშიც ამოდის გულის შემკილველი ძალიან დასწორეთ საუბრობთ ეხლა ჩვენ ბიზნეს უნდა მიეცეს მეტი ხალისი განსაკუთრებით ძველი თბილისის რაიონებში და უბნებში როგორ უნდა მიეცეს და ალტერნატიული შემოთავაზებები მილიონი შესაძლებელი ხო უნდა გათავისუფლდეს ხალხმა და არა ხო ლეონიძეს ქუჩა, მაჩაბელის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, პრაის ქუჩა რეალურად ამ ყველაფერს შეიძლება იქ ეხლა წარმოუდგენელია ხა არ ეწინებს ხალხს 7 სართულიანი სახლის აშენება ლეონიძეს ქუჩაზე მაგრამ არის მართლაც სახლები, რომლებიც არ ექვემდებარება გამაგრების სამუშაოებს. დადიანის ქუჩაზე სახლი უკვე დაინგრა. დიახ, 120 ოჯახი ჩამოყალიბდა გაყვანილი მხოლოდ ჩვენს რაიონში, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც შეძლებს სახელმწიფომ მოახდინოს ამის რეაბილიტაცია და რესტავრაცია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს არ დაждდება არც 100.000, არც 200.000. შეიძლება დაждდეს 600-700.000, ხო, თავიდან ბოლომდე. ამიტომ ამასთან პლუს აუცილებელია რომ ბიზნესი წაეშველოს სახელმწიფოს და ბიზნეს უნდა შეეწყოს ხელი. დღეს ამ კუთხით წინსვლა ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ მე პირადად მაქვს რამდენიმე კანონპროექტი მომზადებული, რომელიც ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ძველი თბილისის არეალში ბიზნესმენი იყოს მეტად დაინტერესებული, ვიდრე დღეს არის. რეალურად არ მივა ლეონიძესა და მაჩაბლის კუთხეში ავარიულ სახლში ინვესტორი და არ მოკიდეს. ანუ მოკლედ ვთქვათ, თქვენ ფიქრობთ, რომ გადასახადებიდან გათავისუფლება გამოიწვევს ინვესტორის დაშენება. არა, მხოლოდ არის კიდე რაღაც პუნქტები, რა ძალიან მოხიბლელი შეიძლება იყოს ბიზნესმენი. და მარტივად გეტყვი დაუშვათ. შეიძლება ინვესტორი მოვიზმან რომ იცის, რომ საგადასახადო ტვირთისგან გაათავისუფლებ მას, თუმცა არ დაბეგრავ მაგალითად 18%-ით, ან სამშენებლო არ გადაახტები 5 წლით. ნაწილი მოსახლეობისა შეიძლება დააკმაყოფილოს და გაიყვანოს პირობითად, ალბათ შეიძლება პირიქით მიიღოს მონაწილეობა ამ ასე ვთქვათ ბიზნესში და დარჩეს იქ და შეიძლება დღეს ავარიული საფრთხე ხო სასურვო ფიქსებს. და მიგეთ, მაგრამ დღეს არ არის ამით ეს არის ძალიან საინტერესოა რომ ყველაფერს ეხად ლაპარაკობთ საუბრობთ თქვენ ამაზე, იმიტომ რომ 9 წელი გქონდა ამის გასაკეთებლად, მაგრამ არ გავაკეთეთ. არა, მე თქვენ როგორც რაღაცა პოზიცია მე ყოველთვის ვიყავ სტუდენტი, ერთშულებული. კი ბატონო, ნუ ან წინა ხელისუფლება 9 წელი გქონდა ამის გაკეთების საშუალება. უძღვადგეონები ძალიან ბევრი. არის საინტერესო თემა, აი უნდა გავწყვეტოთ მაყურებელს რო არ დავკარგოთ. წინა 9 წელს დავუდგინეთ რეკლამაზე. და ეხა რეკლამაზე გავიდეთ და მე შემდეგ განვაგრძობთ საუბარს თემაზე. Tell me.